მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხედავთ, დღეს გვაცვია ჩვენი მაისურები. მართას და გელას აწერიათ, შრომით ყველაფერი გამოგივა. მე მაწერია, სიკეთე არის ჩემი სუპერძალა. ეს ორი ფრაზა მე პირადად ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე მართლა ვფიქრობ, რომ შრომით ყველა ადამიანს ყველაფერი გამოუვა და რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ყველაფერი შეგიძლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავჯდეთ, არაფერი არ ვაკეთოთ და ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია თუ ვიშრომებთ, ხო? ჩვენ გვჯერა კიდევ იმის, რომ სიკეთე არის ჩვენი სუპერძალა და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, აუცილებლად სიკეთე ყოველთვის გააკეთეთ და აუცილებლად ყოველთვის იშრომეთ. დღევანდელი ვიდეო იქნება ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი, რაც თქვენ ძალიან გაინტერესებს. მართლაც ახლა დოლურაში აქვს 10 კითხვა, 3 ჩელენჯი და ვნახოთ ვის რა კითხვა და ვის რა ჩელენჯი ამოუვა. და არ დაგავიწყდეთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის გალფი და მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ დღეს. მაშინ მოდი მართამ უკვე ამოიღოს და ვნახოთ რა კითხვა ან მოქმედება ამოვა. დაგვიკომენტარით აუცილებლად როგორ მოგწონთ ჩვენი მაისურები. ეს ორი ფრაზა დაწყებისთვის და მე კიდე დავამატებ. მოდი მართა ამოიღებს პირველ კითხვას ან მოქმედებას ვინ იცის? წავიდა. ვინ არის Sky? Sky არის ჩვენი ძაღლი და მომიყვანა მანანამ. მანანა გადიოდა ინგლისურს და თავის მოსწავლეს ყავდა ძალიან ბევრი ძაღლი. უთხრეს რომ თუ კიდე წაიყვანეო გაჩუქებთო რა და მომიყვანა. ოღონდ როგორ მოგიყვანე? პირველ რიგში სახში ვიკითხე ამ დედაჩემს და ბებიაჩემს ვკითხე რომ მეთქი ძაღლი რომ მოვიყვანო გვეჭხუბებით თქო დედა ჩვენი მაშინ უკვე იტალიაში იყო და იქიდან მითხრა რომ კიო მიიყვანეო და ბებიაჩემიც დავითანხმეთ თავიდან ზუსტად როდესაც არ ვიცოდით მართამ წერდა მოყავს უნდა მოიყვანო არ ვიცი მეთქი ზუსტად ახლა ძინავს თქო რა და დაიწყო წირილი მართამ რომ არ მოყავსო და მე ჩემს მეგობრებს დაურეკე მოვიდნენ თავის მეგობარმა მომიყვანა იმიტომ რომ რა ვერ იყვარდა ხელში აი ბედნიერი იყო მართა რომ მოვიყვანეთ Sky და მას მერე ცხოვრობ ჩვენთან ერთად. მართლა ცდილობს რომ მოუაროს, გაასეინოს ხოლმე, მაგრამ ხანდახან არ გამოსდის. ღამე თქვენი, იმიტომ რომ ღამე ძაღლები მომზდევენ. 2 წელია უკვე ყავს. თავის საჭმელს არ ჭამდა Sky, რატომღაც პროტესტი გამოგვიცხადა და მთელი დღე არაფერი არ ქონდა ნაჭამი და სახში რომ მოვედი, პამიდორი უყვარს ძალიან და მეთქი პამიდორს დაუჭრით ხო და დედას ვიცავარ ხო დაუყარე და მეთქი კანი არა ეკროსნეთ ხახაზე თქო და კანი გაუწვენი პამიდორი და ისე დაუყარე ისე ვაჭავე და აი მანდ მივხვდი რომ მაგრად მიყვარს და მაგრამ ზურუნავ რა. პლუსი არის რომ რავი კარგია, ხალისო, მერე რამეს ეთამაშები რაღაც, მოული, მოეფერები და ვირუსი ახლა ყველას გონია რომ რომ ყავდეს ძაღლის სუგავასეინებს, სუგარეთ მეყოლება ყველა ეგრეა, მოს მეც ეგრე ვამბობდი, ეგრე არ არის. დილაუთენია ზამთარში ან წვიმაში რო იღვიძებ და ეგრევე რო დაბლა უნდა გაიქცე. მაგრამ აი რო გიყვარს და რო ზრუნაო, მეორე ხარისხოვანია გეზარება თუ არა რა. ამოვიღოთ შემდეგი. მეორე რა მოდის? გასინჯეთ გემრიელი, კბილეული რუსთავში. შენ უნდა გაგვასინჯო რამე? ხო. ოპა. არ ვიცი. როგორც ვიცი, გალფში დაემატა ახალი მაფინები და გაგვასინჯე დიდი სიამოვნებით. გებრიელია და ძალიან მეყვარს. მოვედით უკვე გალფში, აი ესე ჩვენი მაფინები. არის შოკოლადის მაფინი, არის ვანილის მაფინი და არის სტაფილოს მაფინი. ჩემს ყოველი მაფინი არის შოკოლადის და ავიღოთ ვანილის მაფინი და ავიღოთ სტაფილოს მაფინი. მარე მოვიღებ ორ-ორს და ჩემ მოქმედებაც შესრულებულია. აბა ორ-ორი, 5-ია. მოდით, ეხლა გავასინჯოთ უკან მანანას და გელას, მოდით. მოდით, მანანა. მოვედით პარკში მეგობრებო და მართა უნდა გაგვასინჯოთ თავისი საყვარელი მაფინები. მე მაქვს მეგობრებო ესეთი ჩვევა რომ ყველაფერს უნავ პირველ რიგში და მეუბნებიან რომ ანუ რანაირი ჩვევაო მაგრამ რა გავაკეთო ანუ აუ გავჭყლიტე მე გავქნა მე სუნინება ყველაფერი და კაი სუნი აქვს აბა გავს კაი ყავა ეხა ამერიკანო დახატავდა ამ ყოველივეს მაგ შეჭამენ თუ ვანილის გინდა შოკოლადს აღარ გვაქვს ტოპშია აუ ძალიან კაი ძალიან ნაზია და ანუ აკრია კითხვები და მოქმედებები ხო მოცადე შენ მართლე რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად? ოპა. ნუ ვიდეოების გადაღება თავისთავად ცხადია. აი მე მიყვარს ძალიან მართასთვის რაღაც საჭმელების გაკეთება რა. მან ძირითადად არ ჭამს ხოლმე რატომღაც ჩემ გაკეთებულ საჭმელებს. იმიტომ ღამის 12 საათზე აკეთებდა. ღამის 12-ზე ჭამა არ შეიძლება. კუჭი გადაიტვირთება ეგრე. აი ხა მართლა მთვას. მე ვიცი. Roblox-ის თამბაში. ხო.
ცეკვა და Roblox-ის თამაში. მართა საჭრის Roblox-ი ფულებს და თქვენც ეგრე ხართ? მე მიყვარს მარტო ყოფნა დილით. მე მიყვარს დილით გაღვიძება, მაშინ როცა ყველა სინავს და ჩემი ბრუნად რაღაცების მეცადინეობა, სწავლა, მუშაობა. ასევე მიყვარს თამაშები, სადაც ფიზიკური აქტივობა არის აუცილებელი. ფეხბურთი მიყვარს, ურვაც მიყვარს, ცეკვა მიყვარს, მუსიკა მიყვარს. შენ ძალიან საინტერესო ადამიანი გამოხვედი? დაიბოღდნენ, ნახეთ. სად არიან თქვენი მშობლები? დედა იტალიაში. ზაფხიაროთ რა იყო იტირები. მართლა. დედა აწუხარო. დედა არის იტალიაში, მამა არის პოლონეთში. რამდენი ხანია? მამა დაახლოებით 5 წელი არ წასულია და დედა დაახლოებით 3 წელია. მალე გადის დრო, მეგობრებო. მაგრამ ეხლა ჩამოდის მამა და ერთ ვიდეოში გამოვაჩინე. 19 დეკემბერს ჩამოდის და აუცილებლად გადავიღებთ ერთ ვიდეოში მაინც. და დაგვიწერეთ ეხლა სად გადავიღოთ და როგორ გადავიღოთ, აბა. შემდეგი მართა შენ ინჯერიაში. შეში მაფის. ბავშვი მეორეზე გადავიდე. რა დაგიშვებიათ? დაგიშავებიათ აღიარეთ. არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთმანეთი განსაჯოთ რა, აღიარეთ უბრალოდ. მიდი, აღიარე, ვიცი რომ აი ეს არის ყველაზე ცოდვილი. მე ვიცი რაც დამიშავებია. გელას ჰქონდა ადრე ერთი ზედა, რომელიც ძალიან უყვარდა. და ერთხელ ბიძაჩემთან დავრჩი სახლში და იქ მეცვა. იქ დამრჩა, გავიდა დრო და სახლში დადის, ქეკავს ყველაფერს, ამოაბრუნა მთლიანი სახლი, რომ სად არის ჩემი ხუდი, სად არის ჩემი ხუდი და მეთქი მე არ ვიცი სად არის შენი ხუდი. ამ დროს, ანუ ვიცოდი რომ იქ დამრჩა და ვიცოდი რომ ანუ მე ბიძაჩემა აიღო და სამსახურში ეცვა ხოლმე რა. ეგ ხუდი ჩემი არ ყოფილი, ჩემი ძმაკაცის იყო რა და გამახსენა ჩემმა ძმაკაცმა რომ აქ უცო მაინც არ ხმარო რომ მოგეციო და იქნებ დამებრუნეო და მე დავიწყე ძებნა ამ ხუდის. ბენდო ამ მომენტს უყურე უეჭველი. ანუ ბიძაჩენს აცვია მშენებლობაზე რა. შენი ხუდი. პრობლემაა რა, მე დააკომენტარ, დაწერე კომენტარებში რა პრობლემაა კონკრეტულად. იმედია მოუტევე მანას ამბავს. ბოდიშით. მე ტანსაცმელზე მოყვები რა. მანას ჰქონდა ორი შორტი. თუ ახლები გაზიპინებული. ერთი შავი იყო, ერთი თეთრი და ორივე ზუსტად ერთნაირი რა და ერთი დღეა მივდივარ open air-ზე რა. ჩავიცვი ეს შორტი და ჩავჯექი კევში სამწუხაროდ. ამოვედი YouTube-ში ჩავწერ how to. მე მგონი ბოლოს ამოვიყვანი ხო? ძალიან გაბროდა და ანეწყინა და ზუსტად გადის ერთი თვე რა. და მე ჩავიცვი ის თეთრი. ჩავიცვამ და დაუბრუნებ. ბარში ვიყავი მაგ დღეს. ბარში რატომ უნდა იგდოს კევის კამზე ხო? კიდე კევში ჩაჯექი. დედას ვიცავ. მე აი რა რეაქცია გქონდა? არა ის მეორეზე უკვე დამუშავებული. ნასწავლი ვიცოდი როგორ ჩორდებოდა. ყინული და უთოთი თუ რაღაც. წარმოვიდგე ეხა სახლში რომ მოდის ბარიდან რა, რომ ეძინება და ყინული და უთო. აი ესე უნდა ყავდეთ დაშინებული თქვენი დაძმები. არ უნდა გაბედონ, არაფრის გაფუჭება. შენ რა გქონდა დაშავებული თქვენ? აუაზე არ ვარ. მე ვარ საუკეთესო ბავშვი. ახალი მაკიაჟის რაღაცები ვიყიდე იმ დღეს. ფუნჯები იყო რა და ერთი ფუნჯი მქონდა ისეთი რაღაცისთვის, რომელიც ყავისფერია და შესაბამისად ფუნჯის გაყავისფრდა და ერთი წითელი რაღაცისთვის და შესაბამისად გაწითლდა. მივედი და ვეღარ ვარჩევ ფერებს ამ ფუნჯებისას რა მოხდა? თქვენი აზრის? მართამ აიღო, შეეშალა რა პირიქით და სახლში რომ მივდივარ ხოლმე, ეს უაჭრელებული აქ სახე უბზინავს ხოლმე რომ ეკითხები რა გჭირს. არაფერი არ მისვია. კაი, სკოლაში რო წავსვა არ გინდა რომ იტყუები ხოლმე? ხო, ხო. არ ვიტყვები გიფცით არ. კვირაობით რატომღაც მართა ახველებს. ყოველ საღამოს რატომღაც მუცელით კივდება. აი უკვე სამეცადინო დრო უნდა დაჯდეს, მაგ დროს აი ალერგია აქვს თვითონ სამეცადინო კუთხეზე აქვს ალერგია. დავუმღამეთ ეგ, მე დაიწყო უკვე შაბათიდან ცუდად გახდება რა, რომ მიხვდა რომ ეხა კვირა და მეორე დღეს და ვერ ტყუდებიან და წინა კვირა იყო რომ შაბათს უკვე შეუძლოდ გრძნობდა თავს. მაგრამ მე დავიწყებთ რომ ეზოში ჩავიდა, გაუფლიან და მე რომ ამოდის აი აუ, მანანა. არ ვარ კარგად. ხო, აი მაგას აშავე. მეყურებენ. აღიარე და შობლებო, ძალიან ბევრჯერ გატყვევენ ბავშვები რა. მოდი რა, მოდი ვიდეოში. დემეტრეს მიულოცოთ დაბადების დღე ყველა. დაბადების დღე აქვს დემეტრეს და მიულოცე და აჩუქე. იპოვეთ ისეთი ადამიანი ქუჩაში უნდა ვიყო აუცილებლად, რომელიც თქვენი გამომწერი არ არის და ეხლა გამოაწერინეთ თავი. ჩვენი გამომწერები ხართ? YouTube-შიც მოგახვედრებთ თუ გინდათ. ოპა, მოიწიეთ. მოდი მათე, მოდი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა თან გავალთ და თან მიპოვოთ ადამიანს, რომელიც ბედავს და გამოწერილი არ ვყავართ და გამოაწერინებთ თავს. მე ვშობა. გავიქეცი მე. გავიქეცით. მერჩა. ჩეულებრივი მოსიარულე ადამიანი ვარ. ახლა გელაციობს იპოვოს ადამიანი, რომელსაც არ ვყავართ გამოწერილი. წამოეხ სტადიონში შევიდეთ და იქნებ ერთ-ერთს მაინც არ ყავდეთ გამოწერილები და გამოაწერინოთ თავი. გამარჯობა. ორი ერთნაირი არხი, იცით? ვინმე არის ერთ-ერთი რომ გამოწერილი არ გქონდეთ? აი ნახეთ მეგობრებო, არ ყავარ ვიც გამოწერილი. ხო, ერთი გამომწერი მოგვება და პლუს ერთი გამომწერი, მეგობრო, ხედავთ როგორ გვიხარია, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოკლედ, ახლა ჩემი ჯერია და ვნახოთ რა მომივა. აი აქ წერია. 5-5-ით დაგააქვს და კალათში ვინ უფრო მეტ ბურთს ჩააგდებს. ძალიან კაია თან აქვე ვართ. მე დავიწყო? მე ვესვრი აქედან ცოტა შორი. წავიდა.
აიმე, მაჭა გასახურები. ამიდან 1, 2 დამჭა. არა. 2, მე მოგაწვდი. აიმე, ძალა დაატანე უფრო. ეს ქვემოთ დაიჭირე, რო ამოიტან მე ესროლე, ეგრევე ზემოდან ნუ ესვრი რა. აი. უნდა მიაწვიდე, აიმე. აი ხამანადა. ისე ზოგადად მეგობრებო, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე ბურთს კარგად ვფლობ, მაგრამ სროლა არ ვიცი ვაღიარებ. თუმცა ფეხბურთში ვარ მაგარი სამაგიეროდ. ეხლა მე აქ ჩემ ბეჭდებს დავიძრობ. 2 ჩააგდო გელამ, მართამ 0. სამუშაო გვაქვს. ბრავო. მიდი 2-დან 2 და იგებ მანამ. შინია. მიდი. ვაიმე, ეხა ფრეი და მე 3-3-ს რო ჩააგდე, მიდი. საგულ, გადათამაშებო. ეხლა ვითამაშებს და პირველი ვინც ჩააგდებს, ვის მოიგებს. დაი, თუ ჩავაგდებ დავიწყებ, თუ ვერ ჩავაგდებ კიდე შენ დაიწყებ. აი შორი დავესვრი ძა. ნახე, ფლოუს, ვიცი. აუ ადრე ვაკეთებ. ოპა. აი, ბიჭო! აგარც მე ხა ბევრს ატამ. მიდი ისროლია. ეხლა გაგძელებო. არა, უნდა ისროლო უეჭ. რა NBA წესები. რა NBA-ის ხა თუ დაიჭირე 4 ხელში. მიდი ესრო. არ გაფ. აი ხა მე ვარ. კაი მომიგო ეს ნამდვილად წავაგი მეგობრებო. ეხა ვაფშე ჩავტენი, გინდა? კომენტარებში დაწერეთ ვის გონიათ რომ ჩავტენი. არა. ამოვიღოთ ახლა ჩემი ამოღების ჯერია. აი ამას ამოვიღებ. სად იყიდება თქვენი მაისურები? იქნება თუ არა მაისურების გარდა სხვა რამე. რა ხდება ამაგაზე? ჩვენი მაისურები მალე გაიყიდება და თქვენ შეძლებთ რომ შეიძინოთ. სად? ორი საიტზე, შემდეგ მაგასაც გაგიზიარებთ და რა თქმა უნდა, მაიკების გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამე იყიდება. მაგალითად, ჯერ საიდუმლოდ შეინახავს მართა? როგორი დაძმობა გქონდათ ბავშვობაში გელასთან მანანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა მეგობრებო. გელა ჩემზე დიდია წელიწადნახევრით და ყოველთვის იყო ხოლმე ჩუმჩუმელა, ყოველთვის მაბრაზებდა. მომაყოლე. გომარეობიდან გამოვყავდი, აი ესე მოვიდოდა ხოლმე და აი შეიძლება წამოერტყა ესე. სულ ვაფრთხილებდი ხოლმე რომ მეთქი თავი გამანებე, თორემ ძალიან გეჩხუბები, მაგრამ არასდროს არ მიჯერებდა, ანუ ერთხელ ძალიან ვეჩხუბე. აღარ ღირს ამის გახსენება. და მოკლედ ცოტა მაიმუნი იყო რა. საბოლოო ჯამში დედა და მამა მაინც ამას ეჩხუბებოდნენ, იმიტომ რომ ყველა მითოდა რომ მაიმუნი იყო, მაგრამ მე ძალიან მიშლიდა ნერვებს და აი რაღაც ცოტა ისეთი ჩვევები ქონდა, რომ დამაწვენდა ხოლმე საწოლზე, ხელებს დამიჭერდა ესე და აი ესე მიირტყავდა სახეში აი ესე აი რამე კაი გაიხსენე. აი, რთულია ესე, მაგრამ რავი, სახალისო ბავშვი იყო რა, გაერთობოდი ამასთან ერთად, თამაშობდით ხოლმე ერთად. ისეთი ძმა არ ყოფილა არასდროს, რომ რამე მართლა დაეშავებინოს, ან აეკრძალოს, ან ცუდად ეთქვას რამე ჩემთვის არასდროს. უბრალოდ მეცანცარებოდა რა, ასო და მე არ მიყვარს რა. განცერებო. ძალიან სერიოზული ვარ ბუნებით ზოგადად რა. ჩვენ თუ იგონებდით თამაშებს და ეგეთ თამაშებს თამაშობდით რა. დახუჭობანა, დაჭერობანავს თამაშობდით ხოლმე თვალახვეულს. ერთხელ თამაშობდით მე და გელა თვალებახვეულ დახუჭობანა всё ოთახში და უცბად მივბივარ თვალები მაქვს ახეული გელა უნდა დავიჭირო და უცბად მამა ჩემი შემოდის და ეს ხო მივბივარ და ანუ კარი იღება და სახეში მხდება და ეგრევე დაბლა ვარდები და დაბლა დავარდი და ესე ვარ 5 წამი გაშეშებული და გელა ლოცულობდა იმედია გადარჩავა და გადავრჩი როგორც ხედავთ მეგობრებო. და გავხდი იუთუბერი. უცბად რომ მოვიხსენი მამა ჩემი მადგას თავზე თან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და დაბლები და მამა ჩემი იყო ძალიან მაღალი და გული გამიჭკდა. ხო რა, ძალიან სახალისო ბავშვობა გქონდა რა. ოთახში 2 საწოლი ქონდა, მაგრამ სულ ერთ საწოლში მაინც ერთად გვეძინა ხოლმე. მე უფრო დიდ საწოლში მეძინა ამას პატარაში და ბებია ჩემი თუ რჩებოდა ხოლმე ლარს მაძლევდა რომ მე გადავსულიყავი პატარა საწოლში და გელა გადმოსულიყო დიჩი და ბებია ჩემს და გელას ერთად დაეძინათ ანუ ცოტა დაჩაგრული იყო. მე ცოტა დაჩაგრული არ ვიყავი მე ბავშვობიდან ვიყავი ბიზნეს ვუმენი. ძილშიც კი ფულს აკეთებ. ძილშიც კი ფულს ვაკეთებდი ლარს. მაგდოს ლარი დიდი ფული იყო. ეს ამოიღო მიჩალიჩებს რაღაც არ მინდა და რა არის თქვენი საყვარელი ფერი და შენი საყვარელი ცხოველი? რა მარტივია ზოგადად ყველაფერი მიყვარს რა. ჩემი საყვარელი ფერი არის ამ წამს მწვანე, εγώ მწვანე არასდროს არ ყოფილა ჩემი საყვარელი. ანუ შავი არის, მაგრამ ეხა შავი არის შავი რა. შავი შემდეგ ეხა ამ წამს მწვანე, εγώ აი ჭაობისფერი მწვანე მომწონს. ბუნება ძალიან შემიყვარდა და
ცხოველი, ძაღლი ხო, თან ყვავს. ძაღლი და ცხენებით ძალიან მიყვარს. ზოგადად ჯირით იცის ძალიან კარგად. ზოგადად მოწოდებით ვიყავი, მოჯირით კი. სურამში ხო ერთო ვეთქობი ცხენებს. რაღაც ინებს. 9 კაცი რო გასეირნებდა 5 ლარა. მოკლედ მოჯირითე და უბრალოდ კარგი ადამიანი გელა გრიტიშვილი. ჩემი საყვარელი ფერი არის. ლურჯი? არა. კი, უშინ არ ვითხარი. იესამნის ფერი მწვანე ლურჯი. გამოარჩიე დღეს როგორ ხასიათზე ხარ? ლურჯით ის ფერი ძალიან ლამაზია. ცხოველი. აფრიკული ჩიტი. კაიო, ხო ბრavo. დღეს მეუბნება ნეტავ ჩიტები რას ფიქრობენო. აი, ნუ საყვარელი. აი თქვენი აზრით ჩიტები რას ფიქრობენ? პირველი ძაღლი რა თქმა უნდა და მეორე რა ქვია? ზაზუნა. და მეორე ზაზუნა. აი სად შეუყვარდა ზაზნა აი, სულ. დღეს დედას ეუნებოდა რომ უნდა ვიყიდო. დედა ჩემი ამბობდა არ მიყვარს თაგვები მე არ მიყვარს თაგვებზე ალერგია მაქვს. ჩემი საყვარელი ფერიც იცვლება ხოლმე დროთა განმავლობაში, მაგრამ არ იცვლება აი ეს ორი ფერი რა. პირველი მიყვარს ცისფერი, ანუ აი ცისფერი და თეთრი როაცა და ასევე სტაფილოსფერი, მზის ჩასulis ფერი არის ჩემი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლამაზი ფერი დედამიწაზე რა. ცხოველს რაც შეეხება, ხო ალბათ ძაღლი. ძაღლი. სიამდილეში გულში ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ როგორ არ მიყვარს? ძაღლი. რო არ მყარებოდა მოგიყვანდი? შემდეგი კითხვა, ჩხუბობთ თუ არა? კი, ჩხუბობთ. კი, ჩხუბობთ. რომ ამასთან სხვანაირად არ გამოდის, ამასთან სხვანაირად არ ჭრის. უნდა ეჩხუბო, რომ აზე მოვიდნენ. გამარჯობა. გამარჯობა, პატარავ, რა ლამაზი თვალები გაქვს. ყუპები ხართ? ორი ერთნაირი ხართ? არა. ორი ერთნაირი. 4 ერთნაირი. 4 ერთნაირი. აბა წავიდა. ეგა? მართა ჩხუბობს ხოლმე უმიზეზოდ, ხანდახან ვერ ხვდებით საერთოდ რა ჩხუბებს, მაგრამ იგი უბრალოდ ჩხუბობს. ესენი მაღაზიარებენ ისიც როგორ გელა აი დადგება და იცის რო არ მიყვარს ეხაც კი აი ეს მინდა რომ შევეხო მიყვარს და რა გავაკეთე. ბავშვობაში ხმარო ამომეღო ხალხო, აი შეიძლება სახლა გავეგდე, ანუ როგორ გავბედავდი, რომ დედასთვის ან მამასთვის რამე მეთქვა. გეფიცები აი ეგრევე ჭითხდებოდი, რომ იყურებდნენ საერთოდ და ეს რა თაობა მე არ ვიცი. გარჩევას მოგცემდით ატარებს. გიყვარდეთ ერთმანეთი, დააფასეთ ერთმანეთი. მადლიერები იყავით, რომ ერთმანეთი ყავთ რა. გულში არ ჩაიდოთ წყენები რა. ნიშნულობა არ აქვს, ვინ როგორია, ანუ ყველას უნდა ემეგობრო მართ. გულის სიღრმეში ყველა ბავშვი არის კეთილი, ყველა ბავშვი არის სუფთა და ყველა ბავშვი არის უსაყვარლესი. რამდენი წლის ხართ? მოგვიყევით თქვენს თავზე. მე ვარ 24 წლის, გელა არის 20. ჩვენ ვიტყვით აი ესე იწყება ხოლმე ყველა კონფლიქტი. ეხა უბრალოდ ვიდეო არ რეკზე და ეხა ამ სიტუაციას ისიც რამხელა პოტენციალი აქვს, რომ ჩხუბით დასრულდა ეს. მე ამომივიდა ეს და მე უნდა ვთქვა. მე ვარ 24 წლის, მართა არის 8 წლის და კაი გეხუმრები. მართა არის 10 წლის. შედიოდი სამუზ რადი წლისაა ეს ბოშო და რუის ვიყავი და 7-ისაა და რამ გაყორვა და 7. გელა არის 26 წლის, ვცხოვრობთ ერთად, მე და მართა ერთ ოთახში, გელა მეორე ოთახში. მანანა ვარ ცოტა ორთან ერთად და რა ვიცვდიობთ, რომ ვიყოთ კეთილები და მშრომელები უბრალოდ. რადგან გადაწყვეტეთ რომ გამხდარიყავით იუთუბერები, ჩვენ როგორ გავხდეთ? ჯერ მანანა აიღებდა TikTok-ზე ვიდეოებს, ავდა ფოლოვერები, ბევრი. შემდეგ მე და მანამ დავიწყეთ ერთად ვიდეოების გადაღება. ისიც გვინდოდა რომ YouTube-ი დაგვეწყორა. წავედით, გადავიღეთ ვიდეო, ძალიან დავღალეთ. იუთუბერები გავხდით მაგის შემდეგ. და ახლა როგორ უნდა გახდეთ იუთუბერები? საიტის რაღაცები უნდა გადაიღოთ აუცილებლად. კარგი ხარისხით უნდა გადაიღოთ. ტელეფონით თუნდაც, მაგრამ კარგით. შეიძლება? აი ზოგადად ხშირად გვეკითხებით ხოლმე, როგორ გავხდეთ იუთუბერებიო და რა არის ამისთვის საჭირო? როგორც ერთი სული კონდა რომ ეს კითხვა ეს ვადა. მე გეტყვით რატომ უნდა გახდეთ იუთუბერი. იუთუბერობა არ არის მხოლოდ სამსახური. ყველას გონია რომ ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. შაბათ-კვირასაც კი ვიმუშაო, ვიცით? აიღეთ კამერა ხელში და უბრალოდ დააჭირეთ იმ წითელ გვარს. ეს ვიდეო ეძღვნება სრულიად ამ მომენტს, მეგობრებო. YouTube არ არის მარტივი საქმე, სრულებით. პირველ რიგში უნდა გინდოდეთ, რომ იუთუბერები გახდეთ. რამდენადაც ძალიან გენდომებათ, მით უფრო მეტ დროს და ენერგიას ჩადებთ იმაში, რომ იშრომოთ და მართლა კარგი ვიდეოები გადაიღოთ, მართლა როგორც თქვა, კარგი იდეები მოიფიქროთ, კარგი ხარისხით გადაიღოთ და ამონტაჟოთ, აწვირთოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აკეთოთ და აკეთოთ დიდი ხნის განმავლობაში და არ უნდა გქონდეთ იმით მოლოდინი, რომ ერთ თვეში ან ორ თვეში ძალიან ბევრი გამომწერი გეყოლებათ. მე მოკლედ წამოვედი ჩემი სამსახურიდან, ეს დავადე ფეხი და შემდეგ შევუერთდი რა. დავეხმარები რაც შემიძლია, როგორც შემიძლია. რა არის თქვენი საყვარელი ჰობი? ჩემი საყვარელი ჰობი არის კალათბურთის თამაში და სპორტი მიყვარს ზოგადად, ტენისიც მიყვარს, კალათბურთიც მიყვარს, ფეხბურთიც მიყვარს. ჩემი ჰობი არის ცეკვა. აბა მიდი გვიცეკვე ერთი რა.
უკაცრავად უკეთ არ შეგიძლიათ ცეკვა? არა. მაინც კარგია და ჩემი ჰობი არის წერა მეგობრებო, მე წერ საერთოდ ყოველ დღე. რა ვქნა, კიდე ჭკვიანი მე გამოვდივარ, რა გავაკეთო? თქვენ ერთობით? მე აქ შრომო. მესიჯებს წერ. არ დაგავიწყდეთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის. კალფი. მადლობა მათ ამისთვის. და მომავალ შეხვედრამდე.